მოგესალმებით ძირფოს ტელემაყურებელო, ჩვენ ვიტყებთ აკრედიტაციის გარშის მორიგ გამოშვებას ქართული ოცნების ოფისიდან. გამარჯობათ. თქვენ გაწევრიანება ხო არ გინდათ? კი. გინდათ? რატო წევრიანდებით? მაგრამ მეკითხები. ერთი არ მომეკითხებათ თქვენ ჟურნალისტებს. თუნდაც ვინა ვარ და ვინა ხართ? შეიძლება უცებ ვერ და შემახსენე. ჩვენ ეროვნული მუზეუმიდან მოვიდივარ იმ თავიდან და საქართველოს დატანჯიკაცია. თქვენ სახელი და გვარი? გილაბაძე. აჰა, რატო წევრიანდებით ქართულ ოცნებაში? სამშობლოს სიყვარულისთვის. თქვენც ხო? აუცილებლად. თავარი პრობლემა რა არის? მე ხა ესეთი განზრახვა მაქვს დღეს, რომ ნახო ადამიანი, რომელსაც ძალიან რაღაც პრობლემა აქვს და მიყვი ამ პრობლემას აქედანვე, რომ გადაუჭრა დღესვე. და არის ეგ ხალხი მოდის ხო აქ? მაგის გადაჭრის შანსი არ არის. ხო, ვაჩვენა მაინც ხალხს რა. ხალხი ხედავს. გამარჯობა. თქვენ განგებით. ჩვენ ვართ ემიგრანტები. მართლა? კი. საიდან? ირლანდიიდან. ირლანდიიდან? კი, ჩემო ძირფასო, ძალიან დიდი ინტერესით გისმენთ ყოველთვის სუბიექტო რასაც. აქ რატომ მოხვედით? რატომ გავხდით ჩემი ერის პატრიოტი და გავწევრიანდი აი ამ ხალხთან. ირლანდიაში ცხოვრობ? კი. ა ჩამოხვედით იმიტომ რომ ჩამოვედი ჩემულება, ჩამოვედი. თქვენი სახელი? დათო ურუშაძე. რა ხდება ირლანდიაში? ეხა ერთ ამას გითხავთ რა. არ შეიძლება რომ არ გითხოთ რა. კი ბატონო. რატომ არის საზღვარად წასული ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი მინშისტი? შეგიძლიათ მითხრათ? მინშისტებისა რა გითხო? ხო, მინშას მომხრე, კარგი ამაში. ჩვენ ემიგრაციაში წავედით 8 წლის მანანა გედევანიშვილი. დიახ, მანანა, ხალბატონ მანანა. ჩვენ წავედით 8 წლის წინ. დიახ. ბუნებრივია წავედით რაღაც გარკვეული პერიოდით, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენი ოჯახები შემოსავლის წყაროს გარეშე არიან, ჩვენ იძულებულები ვართ, რომ ყოველდღიური შემოსავალი ვაგზავნოთ. თუმცა ჩვენ ვართ ის თაობა, რომელიც საზღვარგარეთ ვერაფრით ვერ იცხოვრებს, შვიდად და ჩვენი ყოველდღიური სრულის საგანია აქ ჩამოსვლა. მოკლედ ჩვენ წევრიანდებით, იმიტომ რომ ჩემ ხალხსა, ჩემ ქვეყანას მხარი დაუჭირ. რატომ მოხდა? ჩვენც გვინდა გამწევრიანება და ჩვენი წვლილი შევიტანოთ უკეთესად ცხოვრების მშენებლობაში, ლალიგა. ხალბატონი, არ გეშინათ ხა რომ გადავიღებ და რაღაც პრობლემები შეგვექნება. არ მეშინია. აქ რა ხდება? მშვიდობა. გამარჯობათ. თქვენ წევრები ხართ ქართული ოცნების? დიახ. ეხა გაწევრიანდით თუ ზოგადად წევრები? რატო ხართ გაწევრიანებული? მიყვარს ეს კაცი და იგი. მოიცა, გაჩერდი? არ გაინძრე. ნინო, ბასილაძე. აი, გასაწევრებლად მოვიდნენ და სად უნდა გაწევრიანდნენ? გვერდით ოთახში. ბატონო კოტე, თქვენ საკა ხარ? მე სადაც ქართული საზოგადოება. ეს გასაგებია. აი მე და ჩემი ემიგრანტების სახელით უმრავლესი მადლობა გადაგიხადოთ. მე რა აი თქვენ ტელევიზიას ფლიანად. აი ეს არის ჩვენ ერთადერთი რასაც უყურებთ ეს არის მაესტრო და საიდანაც კარგი, აბა ერთი შევიდეთ იქით ნახოთ რა ხდება. აქ რა ხდება? გაწევრიანება მიდის? თქვენ წევრიანდებით? რა ვქნათ? რატო? მიზანი. რა ვყოთ, არანაირი პრივილეგია არ გაქვს ამ ცხოვრების და რა გავაკეთოთ? გაქვთ ამათ იმედი. რა თქმა უნდა, ბატონი ბიზნეს. გამარჯობათ. დიახ, გამარჯობათ. თქვენ წევრიანდებით? დიახ. რატო წევრიანდებით? მაინტერესებს რა ხდება. არა, გაინტერესებთ. აი ხა მე გიღებთ ეხა თქვენ სახეს დავაფიქსებთ, არ გეშინიათ ამისი რომ მე რაღაც პრობლემები შეგექნება. მე არაფერს ვაკეთებ ისეც რომ ვაშავებ. ეგ თქვენ გონია და იმას შეიძლება სხვანაირად ეგონოთ. მე უბრალოდ მოვედი გავიგო რა ხდება, მაინტერესებს ეს. დღეში რამდენი კაცი წევრიანდებით? დაახლოებით 200-მდე. ყოველ დღე 200 კაცი ამ ოფისში, ხო? დიახ, მარტო ეს არის ოფისი, ჯერ საზოგადოებრივი მოძრაობის და რატო წევრიანდები ამდენი ხალხი? იღწვიან შეცვლისკენ. მართლა? ასაგებია. რატო წევრიანდებით? რატო? რატო ველოდები კარგ რაღაცას მაგრამ თქვენ სახელი? კი. არ გეშინიათ სახელი და გვარს რო იძახით და რა ვქნა სამაშინოზე საცხოვრებელ რა ვქნა რაღაც მაინც რა ნიშნავს რაღაცა ხდება ეს? არ ეშინია ხო იცი ხალხს? არ ეშინია. ირაკლი სესიაშვილი გაიჩიტა. რას აკეთებ აქ? იმოჩს. ხო და რა პონტია იცი რომ დაბლა ვიყავი ჩასული და ხალხს არ ეშინია გაწევრიანების. მოდიან და წევრიანებია წევრი. მართლა? იცი რა მინდა მე გავაკეთო რომ ერთი ვიღაც კონკრეტული პირი ვნახო აქ ვინც მოდის რამე პრობლემით და იმ პრობლემას მივყვე დღეს და გავაშუქო რამენაირად და გამოვა ყავს ეგეთი ტიპი კონკრეტული რაც თქვენ ყავს აქ ადამიანები მოდიან პირველ რიგში
ქართული ოცნების ხარდასაჭერად ეს ერთი. ხო. მეორე პრობლემებთან დაკავშირებით თუ სიუჟეტის გაკეთება გინდა, ამ ქვეყანაში პრობლემებს რა? არა, აქედან რომ მივყვეთ. შენ იცი რამე ეგეთი? ჩავალ რომ გავიქცე. შემზაუბრეთ შენიც. კი. მუშაობთ, ხო? რას მუშაობთ, აბა? ეს რუსეთში, აი რუსეთში ლაპარაკობს, აგე? ო, აი. არა, ეს ჩემი მეგობარი. რა არ მინდა, ვისაბარე ბაჩოთეს. რუსეთში ლაპარაკობს. რას მუშაობთ? რას მუშაობთ? მე ასაკეთებ. რასაც კონცეფციას ვაკეთებ. კონცეფციას, ხო? ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ეს არის ჩვენი ოთახი, ხო? ეს არის ჩვენი ოთახი, აქ არის სამი დიდი თემატორი ჯგუფი, ძალიან კომპაქტურად ავართ. აქ არის განათლება, ბატონი ზაზა ფირალიშვილი, აქ ხედა? ანუ აი ის პირობები რო გითხრათ რა, ჩვეულებრივი მუშაობა. სამუშაო თუ გინდა ყველგან გააკეთებ. გამარჯობათ. მოგესალმებით. რას აკეთებთ აქ? რას ვაკეთებთ და ვაშინებთ უკეთეს მომავალს. ხო, აი ეს არის მინდია უგრეხელიძე, რომელიც იყო ყველაზე მაგარი მოსამართლე საქართველოს ისტორიაში. არა, მაგას ვერ. არ მინდა ეხა ეგ საქართველოს ყავდა ლეგენდარული მოსამართლე. ეს იყო სანაკლებად იცის ქართულმა ხალხმა დავით ხელთუფლიშვილი. როდის იყო? ეს იყო დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მოსამართლე, როდესაც იგი დიდი ხვეწნამუდარით დაიყოლიეს, რომ ადვოკატურიდან წასულიყო და სენატის თავმჯდომარე გახდა. ეს იყო არათუ მაგარი, არამედ ეს იყო სახელოვანი ოჯახის შვილი, მისი ძმა. აი რა რითი იყო მაგარი ბატონო? ჯერ ერთი უმციკლოებით, ეს იყო უზარმაზარი მაგარი, მერე ცოდნით და რასთავარი ავტორიტეტით იყო ცნობილი. ეხა ერთი როგორ შეუვალი ავტორიტეტი. ცნობილ, ყველაზე ცნობილ ერთ-ერთს მაშინ არ გვინდა ყველაზე ცნობილ. ესესაც ჩაიჩობენ კანონების მორგება კაცზე. ეგეთი რამე სოფლიო ისტორიას ახსოვს? ერთი კაცის განახსოვს მაგის. აი როდის ყოფილა? არა, მაგ ბევრგან ყოფილა და მეტნაკლებად ყველა პოლიტიკოსი ცდილობს, რომ აი ერთ კაცზე რომ უარგოს, ახლა დასავლეთში არის ეგეთი პრეცედენტი. უნდა ამის მეცადინეობა არის, მე მარტივად აგიხსნით ამას. ხო, აბა პოლიტიკოსებს სამართალი შინაგანად არ უყვართ და ცდილობისთვის უწევენ ხოლმე ანგარის ზატო, იმიტომ რომ სამართალი თანაბარ მდგომარეობაში ამყოფებს ან მოგვიწოდებს რომ ვამყოფოთ ყველა და ყველაფერი. ფაქტი ერთი არის, რომ საქართველოში არის მძიმე მდგომარეობა. და ეხლა ჩვენ ჩალიჩობთ ყველანი რომ გამოვასწოროთ, ხო? კონკრეტულად რას აკეთებთ? აი ეხლა მე ვწერ ამაზე, რასაც თქვენ ბრძანებთ ეხლა. თუ რა არის ყველაზე მგრძნობიარე და კონცეფციის მაგას. არა, კონცეფცია არა, ეს არის ერთგვარი კატალოგი იმ მგრძნობიარე პრობლემებისა, რომელიც დღეს საქართველოს წინაშე დგას. თქვენ ხართ იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელი, ხო? თემატური პასუხია, კი. აქ რა ხდება? აქ რა არის? მუშაო? თქვენს? ანა გოჩაშვილი გაიცანით. ჯგუფში არის ძალიან ეს რა არის? ამონტაჟება ფილმზე ჯგუფის პრეზენტაცია. რომელი ჯგუფის? საგარეოს. ეხა ისი არ გამომივიდეს, ძვირფასწორი მოყოლით, თქოს დაგეგმილად მოვედი პირდაპირ და მუშაობთ? აბა რა მშვენიერი. ვა, მაგრამ ნუ ეხა ისეთ ადგილს ვიპოვე, სადაც გაიბნევიან ბრინჯივით. რაიცა? გამარჯობათ. თქვენ ხო არა ხართ რას იმის წევრი? ნაქვენას ქართული ოცნების. ქართული ოცნების მომხრეები ვართ ჩვენ. მომხრეები ხარ? რატო ხართ მომხრეებში? იმიტომ რომ უნდა შეიცვალოს წყობა. უნდა მოვიდეს წესიერი ხალხი. თქვენი სახელი? გოგი ხოციშვილი. ბატონო გოგი, აი მე გიღებ და გაგიშვებ ჩემს გადაცემაში. ძალიან კაი სიზამთი, რისი? ნუ რაღაც გართულებები არის. თქვენ რო გადახვალით სააკაშვილის სახში რატო არ გეშინოდათ? მე ხარ რა ვქნა ხა მე თავზე ხელი მოხარებული. ჩვენ არა გვაქვს თავზე ხელი, მერიქით. რა პროფესიის კაცი ხარ? ქირურგი. ექიმი. და რა არ ვარგა სამედიცინო სფეროში? რა ვარგა იგი მითხარი ჩვენ? რა ვარგა მაშინ? მე სამონტოფონი გაკეთეს, გაგიგიათ? კი. ხო და აი გამოსვლები იყო ის თუ გაგიგიათ? კი. აი ჩვენ ვიყავით. აჰა. საჭირო არის სამედიცინო საქმის შველად, საჭირო არის საქართველოს შვილად და საჭირო არის მოვიდეს წესიერი პატიოსანი ხალხი. კი ბატონო. აქ მუშაობ? არა, არ მუშაობ. ხო, მაგრამ და კატეგორიანება და თქვენ სახელი? ავტოჩუბინძე ბატონო. და არ გეშინიათ რომ აი ავტოჩუბინძე ეს აი ისა მე რაღაც პრობლემები შეექნა პოლიციის. გასაგები? გასაგებია პრობლემები იქნება, მაგრამ უპრობლემო ცხოვრება ხო ეცი ვისან მიცვალებულებს წყნარად არიან. და ვინ ახართ საერთოდ რას წარმოადგენთ პროფესია? მე ყოფილი ჟურნალისტი ვარ, ისე ისტორიკოსი ვარ პროფესიით, მაგრამ ნამუშევარი სხვადასხვა გაზეთებში წლების მანძილზე. გამარჯობათ. შემოგეჭერთ, მაგრამ აკრედიტაციის გარეშე ვართ.
გასაკეთებთ აქ? აქ გასაკეთებთ. ვარჩევთ ენერგეტიკულ პოლიტიკას. თქვენ მზადებით? ვარ ერთ-ერთი წევრი. სახელი გვარი? ხარაიშვილიაში. თქვენ? გიორგი ბურდული. და თქვენს მომხრე ხართ, კი არა და ექსპერტი და ერთი ამბავი, ხო? არა, ჩვენია მომხრე მუშაობთ და მუშაობთ. და რას მუშაობთ, აბა? აი, უბრალოდ მინდა უცებ რატო რას მუშაობთ? უცებ გეტყვით ერთი სიტყვით. უცებ ორი სიტყვით. არაფერი, ფიქრობთ როგორ უნდა განვითარდეს ენერგეტიკა ამ საკითხებში. ჰიდრო და ალტერნატიული. ეგრევე გეტყვით. თქვენ თუ გჭოვთ, მე გეტ პასუხი მზად მაქვს რეცეპტი. ჰიდრო და ალტერნატიული. მზის სითბური გვაქვს. ცოტა ზის და ქარი. ბევრი გვაქვს. ქარი. ბევრი გვაქვს სითბური. გაზი, ბუნებრივი გაზი. ხო? კი. მორჩა, გადაჭრილი ეს აღარ გჭირდებათ. მე მოგესით გზა. ეს რა გჭირდება? კარგი, ტარიფი ამდენი უნდა იყოს? ტარიფი დღევანდელი პირობებით, დღევანდელი კანონმდებლობით მე ვფიქრობ უნდა იყოს 14 თეთრი მაქსიმუმი. ან თქვენი აზრით მაქსიმუმ 14 თეთრი უნდა იყოს? მე ვფიქრობ, დღევანდელი კანონმდებლობით ვიძახი, მაქსიმუმ უნდა იყოს ამდენი. ძალიან კარგი იქნება თუ სპეციალისტებს დაუძახებთ ხოლმე ასეთ შემთხვევაში. რასთან დაკავშირებით? რასთან დაკავშირებით და რა უნდა აშენდეს და როგორ უნდა აშენდეს. ახლა ხუდონგესი? აი აგერ არის ერთი გავშვა. აი ერთი წარმოვიდგინე რომ 30 წლის შემდეგ ქვეყანაში შეიძლება საცვერწლის პრობლემა დადგეს. იმის გამო თურმე რომ შენდება ჰესი. აი ახლა ელემენტარულად გეტყვით, ნახეთ, თრუსოს ხეობაში ჰესის აშენება უკვე გადაწყვეტილია და თურმე იქ ჰესის აშენება გამოიწვევს ტყის საფარის კუდობას. გასაგები. აბსოლუტურად გაუმართლებელი თეზაა. არც არსებობს. აბსოლუტურად გაუმართლებელი. იქაური კაცია. მე არაფერს ვეთქვი. იქაური კაცია მას კითხე. არა, ტყე არ არსებობს, მაგრამ ხუდონს რაც შეეხება 30% აშენებული არის, იცით? აი კომუნისტების დროს, ხო? აბა და კიდე ერთხელ შეჩერდეს, კიდე ამდენი ხარჯებია გაწეული და ნებისმიერ ეკოლოგიურ მოთხოვნას აკმაყოფილებს თვოს ესა გიდროსადგური თუ მას ჭკვიანურად გაუწევს ექსპლუატაციას. კარგი. აი ამაზე ლაპარაკი. ნუ ვიმზადებით? მე ნინოს ვალიძე ვარ. და რას აკეთებთ? ჯერ არაფერს. რა უნდა გააკეთოთ? ბევრი რამე. მაინც? მაინც ყველაფერი კარგი. ყველაფერი კარგია, ტორტს გააკეთებ? ტორტს გავაკეთებ. ისი ტორტს გააკეთებ? რისი ტორტს გააკეთებ? ყველაფრის შოკოლადის. ხაჭაპურის გამორიცხვა? უში დამეთყობა, რა ვიცი. ვა! ვინ შეხედეთ? ვინ თუ არა ის? რა დაგადეკი არა? წამოხვედი ქართული პარტიიდან უკვე? მოიძავდი ხარ. კი. რა წამოხვედი? მესოკუტანიც. რა წამოხვედი ქართული? რატო იყავი ვაფშე? მოდი აქედან დავიწყოთ, რატო იყავი? რატო ვიყავი და იმიტომ ვიყავი, რომ მაშინ ყველაფერი გაჩერებული იყო, ხო გახსოვს შენს რომ არაფერი ოპოზიციური სპექტრი არ არსებობდა რა და ერთადერთი შანსი იყო ეგ რომ ის ხუთი ლიდერი გაერთიანდა და ყველაზე მეტი პერსპექტივა შეზღუდვის მოდი ახლა მესო კაცურად მითხარი მან ვინაურია მან ვინ იყო მთავარი ამრევი თქვი კაცურად რა ამრევი როგორი ხარ ვინ არის ვინ ვერ გაკაჭა იმ ხუთი იცი კარი მთავარი სხვა რამეა მე ესე მგონია რომ შენ როდის აკეთია ისწავლე პოლიტიკოსის ლაპარაკი როდის აკეთია ისწავლე აი ხო შენ რო დაკინახია ეგრევე რაღაც კამერონ გამორთო ეგრევე მეთქი ხო ვიცია რა ხო მეთქი რას გეტყვი ვინაურია თქო ვინ ვერ გაკაჭა აი რა აურიაში რას ამბობს რომ რატო დაიშალა ბრალია ხო თავად ხუთი ესტანა ბრატ ეს იყო 26 მაისთან დაკავშირებით მაშინ გაიყო პირველად ეს რო ვერ ჩამოვიდა ის მისხანების ღერო ჩაიშალა ხო და კაი აქ წავიდა მიწაზე დანარჩენები არ წავიდა კაი არ იტყვი მაინც ხო ხდები აქ რას აკეთებ აქ ეხლა არის ესეთი საზოგადოებრივი დამცველის ჯგუფი შენ ახარ სოზარ სუბარი და აი რამაიწყებს თქვენთან შემოდის პრობლემები კი ბევრი აი ეხლა რა პრობლემაა მითხარით თავად აი ყველაზე ისეთი პრობლემა რომ გავუყვე ეხლა წავიდე და გადავიდე ესე ეხლა ნამავს კი მინდია აბა კონკრეტული პირი მითხარი პრობლემები ეხლა რა არის რომ ივანიშვილის მხარდაჭერის გამო ხალხს ათავისუფლებს აი ვინ დაათავისუფლებს არის სიამოვნებსა აბა არის სხვადასხვა პრობლემები, მაგალითად შეიძლება ხა პირველ საქმეზე ჩახვიდე. ხო. იქ არის საზოგადოებრივი მისაღები. ნახე კი. და იქ ბევრი ხალხი მოდის დღეში ერთი. 200 კაცი შეეცო რა. კაი ჩავა. კაი. უი რა საინტერესოა. მითხარით, მოვალ მოგიყვები სადაც გინდა. და აქ მომიყევი, აბა. ესე სამოწყობი იყო ძველი ასეთი. მიშამ რო გააკეთა ის სამოწყობო, გააკეთა? გააკეთა ცალი მხარე. მეორე მხარე არ არის. აი ხა დუშეთში რო წავიდე, ეგრე ნახავ? უი რა ხდება? თქვენი სახელი გვარი, მამის სახელი, ტელეფონი. ნიკაშვილი. დუშელი ხართ? არა, მუშაობდი გამყოლების გამგეთ მითხარით? მომისმენ წამოეხავე წავიდეთ. ეხლავე? მანქანა მყავს წავიდეთ დუშეთში. მანახეთ უბრალოდ რომ ერთი მხარე გაკეთებულია და მეორე არა. მეტი არაფერი, წავიდეთ.
კი ბატონო. აი, წავედი დუშეთში. აი ჩვენ ჩამოვედით, ესე იგი ვარ დუშეთში, ხო? 80-იან წლებში აშენდა. ბატონო თამას, ესე იგი თქვენ იყავით აქ მიან გინოკოლოგი ამ საავტომობილში. 5 წელი. აბა შევიდეთ ერთი, აბა. აქ ეხა არაფერი არ ხდება? და თქვენ როგორ გაგათავისუფლეს ის მოყევით, აბა ეგ ისტორია. მე 25 დეკემბერს ვიყავი მორიგე და ხო, მოვიდა მენეჯერი პატაშოვი და წადი აქედან და მე ვთხარი ბრძანება მომეცით. არაო წადიო, მე ვთქვი არ წავედი. თუ არ წავხარ პოლიციას გამოუძახებო და იძულებული ვიყიდე წავედი. ანუ ეს არის გაურემონტებელი კორპუსი და იქითაც გარემონტებული, ხო? ლამაზად გააკეთებული, მშვენიერი გააკეთეს იქეთ. და ეს რატო არ გააკეთეს? არ ვიცი ეს რატო არ გააკეთეს. აქ რა ხდება? არავინ არ არის აქ, არავინ არ არის. სად არიან ექიმები? იქით არის ნახალში. გამახ დაკეტონ არ ამექნან. დაკეტონ ალბათ. უპატრონოდ არის ნახ ყველაფერი. ხო. ესე იგი ესეც დუშეთის აჰა, აი. ნახე, რა მაგარი განსხვავებაა. გამარჯობათ. გამარჯობა. შალვა რამიშვილი. თქვენი ხელმძღვანელი გვინდა. იქიდან მოვედით. იმ სადაც გაკეთებული არ არის. და შემოვედით და ესეთი გარდაქმნა მე ცხოვრებაში არ მინახე. ყოჩა. სიზათ ხდება. ხო და სასწავლების ქვეყანაში. სასწავლების ქვეყანა, სასწავლე პირდაპირ. თავარეკისო დაველაპარაკო, შეიძლება რომ დამათვალიერებინოთ. ჩვენ მოვედით რომ გვენახა რა ხდება დუშეთში. ცოტა რა გავთხრე ხო შეიძლება. კი ბატონო. ესე იგი ისტორია იყო ეგეთი. მივედით ქართული ოცნების ოფისში, ნახეთ თავარი ერთ-ერთი მიანი ბატონი თამაზი, ხო? რომელიც უკმაყოფილოარი აქ შექმნილი სიტუაციით, იმიტომ რომ მეო მენეჯერმაო, იცი თქვენ ვიზეც არის ლაპარაკი, გამომიშვაო, არც ბრძანება დაწერაო და არც არაფერიო. ხო და თან ნახეთ საავადმყოფო ცოტა გააკეთესო და დიდი ნაწილი არ არის გაკეთებული, მართლაც იქ საშინელი სიტუაციაა და აქ რო გადმოვედით, მომავლის ამბავი გაიჩიტა და იქნებ გაგვარკვიოთ სიტუაციაში. თქვენ ეს რა ორგანიზაციაა თქვენი? ჯეო ჰოსპიტალსია ეს. ვინ არის ხელმძღვანელი დამფუძნებელი? დავით ჯორბენაძე. მიშა როხსნის ეს არის ერთ-ერთი ისა, ხო? ერთ-ერთი, კი. აქ არ გაუხსნია, ხო? ჯერ არა. მაგრამ გახსნის. ალბათ. და გახსნილი როა? რა არის გახსნილი? საავადმყოფო. აბა არ ვიმუშაოთ? არა, მე მოვა და მე გახსნის, ხო? გახსნილს უკვე, გახსნის. და აი ის ამბავი როგორ არის? იცით რა შესაქმე, ყველა ექიმს აქვს საშუალება. რო წავიდეს, ის გასაუბრება გაიაროს, გამოსდა გასაუბრება არ გაუვლია იმას? არ გაუვლია. თქვენ ხო გაათავისუფლეთ ის? მე არავინ არ მეკითხება, მე ვარ მენეჯერი, ადგილობრივი. თვითონ დაწერა, გთხოვთ გამანთავისუფლოთ. თვითონ დაწერა? დაწერილი აქვს მოხსენებით ბატონო. აბა გითხავთ აქ არის და გითხავთ დაწერათ. გამარჯობათ, მოგწონთ საავადმყოფო? ძვირი ხო არ არის? არა. უფასოა? პოლისით, ძალიან კარგი. თქვენ მოგწონთ საავადმყოფო? ძვირი ხო არ არის? პოლისით ხართ. კარგია მე რა გინ. მოგწონთ საავადმყოფო? არ მომწონს. რატო? აი, დილასაკეთ მოსული ვარ და აქ ვზივარ. ნუ ექიმი ხო და ძალიან ცუდად ხარ. რა გჭირს? და დგევარ რიგში. ნუ ეხლა არ ამღებულობენ, აგე? როგორ არ ამღებულობენ? მოვლენ და მომიგებენ. კარდიოგრამა უნდა გადავიღო და ჯერ იქ შედიო. ნუ ეგ ყველა საავადმყოფოში ეგრეა ეხლა. ნახე რა კარგად არის გარემონტებული, გაკეთებული. ლამაზად. გარემონტებული მომწონს. მე მაგას ვამბობ, მიგიღებ. რემონტი კი. ეს არის. რაც დაწერა, ხო? არისო ამ პერიოდში თამაზ ნინიკაშვილი. გთხოვთ მომეცით დღეის ჩათვლით გაუცემელი ხელფასი სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი. ასევე წერილი პასუხი რომ გამათავისუფლოთ მორიგეობიდან. და ჩემს ხო, ანუ თვითონ კი არ ითხოვს. განთავისუფლებული არ იყო ამ პერიოდში, როცა ეს განცხადება ამ ბატონმა დაწერა. და რატო იძახის გიჟია, რატო იძახის გამათავისუფლეთო? ხო არ იყო გათავისუფლებული და რატო იძახის? 25 დეკემბრამდე აბსოლუტურად სულ ყველას ჰქონდა ხელშეკრულება. რატო იძახის გამათავისუფლეთო? არ ვიცი რატო დაწერა ეს. ცოტა ესე იგი, აი რაღაცები ვერ გავიგე ხომ. როგორ გავიგე? ჩაბრძანდით მანდიდა. ჩაბრძანდით? კი ბატონო. სიტუაცია ასეთია ბატონო თამაში. რომ მაჩვენეს თქვენ დაწერილი ისა, რა ქვია, განცხადება, რომ მომეცით ხელფასიო. ხელფასი აიღეთ? არა. არ არის, ხო? არ არის. ხო და მაჩვენეს რომ რატო გამათავისუფლეთო? დიახ. წერ და პასუხი არ არის. არ არის პასუხი. მე მითხეს სიტყვით ეგეთი რაღაცა, რომ გამოსტაზე უნდა გასულიყო
მე არ ვიცი არ გავიდაო და მე ვარ მედიცინის მეცნიერი დოქტორი და არ ვექვემდებარები გასაუბრებას. გამოცდას. დიახ, გამოცდას არ ვექვემდებარები. კანონით არ ქონდა კანონით არის ასეთი. ხო, ეხლა თავარი რა არის? ნახე და არ არის სულ დაკეთებული. კარგად არის. შესანიშნავია ბატონი პრეზიდენტი ამდენი თანხლები გადმორიცხა, კარგი რაიონია, ლამაზი რაიონია და შობადობა უნდა გაიზარდოს, მაგრამ ატყულებენ ალბათ პრეზიდენტს თვითონ ასეთი მდგომარეობით. მოკლედ ეს არის რაც ხდება თვითფასდელი მაყურებლებო. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით მომავალ 4 შაბათს, ეხლა 4 შაბათს საღამოს მაესტროზე. დღეს კი დუშეთი მოვინახულეთ და ქართული ოცნებას. წავედით.